გამარჯობა. დღეს ჩვენ დავბრუნდით მომდევნო ვიდეოთი და ამჯერად სულა შავების იქნება, რადგან სულ თეთრების სულ არის ხოლმე და ერთადერთი ვიდეო გავაკეთეთ შავ სულაზე შამათი მეფით და ეტლით. კარგი, თეთრებმა სანამ გადავიდოდეთ რეალურ პოზიციაზე, თეთრებმა ლაზიერი დასვეს C3-ზე. ხო და შავებმა გადაწყვიტეს გაცვლა. და ხო, აი ეს არის პოზიცია. რა უნდა ვითამაშოთ აქ? აბა ვიფიქროთ. მეფის წასვლა ნამდვილად არ გვაწყობს, რადგან ჩვენ არ გვაწყობს მისი გათავისუფლება. თორე აი ესე გაიყვანს სპაიქს. როგორც ხედავთ, უკვე მას ლაზიერი ყავს და ერთი პაიკი არ გვეყოფა გამარჯვებისთვის. ამიტომაც მეფე სადაც არ უნდა წავიდეთ, მაინც არ გვაწყობს. ანუ რა გვრჩება? ეს ერთადერთი D7-ზე მყოფი პაიკი. სად უნდა გადავდგათ? ერთი უჯრით თუ ორი უჯრით? თუ ერთი უჯრით გადადგავ, ეს არასწორი სულა არის, რადგან მას სხვა სულაც არ აქვს, ის გადადგავს პაიკს, ჩვენ რო გადავდგათ, თვითონ მოგვიკლავს და დაგვრჩება ცარიელი შიშველი მეფე. ამიტომაც ორი უჯრით გადადგით, რადგან ის იძულებულია რომ გადადგას თავის პაიკი, რადგან ნახეთ ყველაფერი დაკეტილია H და J ხაზზე. ხო, არავითარ შემთხვევაში მოკლედ, რადგან როგორც ვთქვი, გადაკეტილიაო და პატი სრულდება. ამიტომაც ამ სულის შემდეგ შენ აი აქ წადი. ის უნდა ჩავიდეს შენც წახვალ. ისიც ჩვენც, ისიც და რა ლაზიერს გააცოცხლებ, ხო? არასწორია, რადგან ისიც გააცოცხლებს და მას უფრო მეტი პაიკი რადგან ყავს, გათავისუფლებს და წაგებ. ეტლი საერთოდ ვერაფერს გააკეთებს, რადგან ხაზიც დაებლოკა და ისიც. იგივე შამათის დაბლოკვა არის ლაზიერზე J4 უჯრაზე. და რა გვრჩება? მხედარი. მან რაც არ უნდა გააცოცხლოს. მაგალითად ხედარი. ჩვენ მას შამათს ჩაუსვავთ. როგორც ხედავთ, ძალიან ლამაზი შამათია. მეფეს ერთი უჯრა აქვს, სადაც ეგეც დაბლოკილი აქვს და მხედარი ახტება პაიკებს ქიშიდან. დღეისათვის კი სულ ეს იყო, აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. მე კიდე დაგემშვიდობებით, ნახვამდის.